ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ მე 4 შაბათს გავიკეთე ოპერაცია თვალის, მე ხა ფორმაში არ ვარ. ვიწექი ესური დღე ფეხის წიოდა, ნასიარულები, მე პრობლემები მაქვს ხერხემალზე, ამიტომ ძალიან გავიჭედე ეს დღეები, რომ დავტვირთე ხერხემალი და გადაღლილი ვარ. თანაკედა ოპერაცია ვიგრძენი, გამიყუჩეს, მაგრამ მაინც ვზომდი ყველაფერს და ტკიოდა როგორ ახალ, მაგრამ მაყვილა ერთი კარგად. მომერიდა ექიმის, ხო და ბროლი რო ამოიღეს და მე ახალი ბროლი ჩატენეს, მაგრად ვიგრძენი. მე ბოლოს ტეხვა დამიწყო თვალმა, მაგრამ არავშევს თავარია, ახლა დროს სჭირდება რომ თვალი მორჩეს, დადგეს, მე ხომ ასაკის კატარაქტა არ მქონდა, მე მქონდა მიოპიული კატარაქტა. და ამიტომ ეხლა მე ჩავთე, როგორც წინა ვიდეოში თქვი, ერთდღიანი ინტერნეტი, რადგან სასწრაფო დამჭირდა და იმდენი ფული არ მიდო, რომ ერთ კვირიანი ჩამეთ, თან არ ვიყავი მზად. მე რა ცალი თვალით გადავწყვეტე ნენდელა გავაგრძელო მუშაობა. ახლა უბრალოდ წვეთებს ვიწვეთავ, 6 უნდა ჩავიწვეთო 2 წვეთი. ამიტომ ამას უნდა წამოწოლა. ინტერვალი წვეთებს შორის 10 წუთი. რომ ჩაიწვეთავ ერთი 5 წუთი, მაინც უნდა წამოწვე 5-10 წუთი. ასე რომ ფაქტიურად დაწოლის მის ვერაფერს ვაკეთებ. ხო, ეს ახლა ამასთან ახლა გვიან. ხვალ-შვა დღეს მეთიშება ინტერნეტი და წინა ვიდეო იყო 59 შეხვედრა გიგესი, მაგრამ მე ამ ვიდეოს გავატარებ როგორც უბრალოდ ახალ ამბავს, ლეტალიას ახალ ამბავს. ახლა ეს არის მე-60 შეხვედრა გიგესი, აქაც საინტერესო ამბებია. აქა უკვე ცოტა გრძელი ვიდეო იქნება შედარებით ვიდრე წინა იყო, რადგან ლეტალიას და ასუნის ყოლიან საინტერესო გადასვლასთან დაკავშირებით ამბავს. ხო, მე კი თვითონ მთლიანად ამას ვერ გადავთარგმნი, იმიტომ რომ იქ ისეთი რაღაცებია, რაც არც არის საჭირო თავარი გამოვიტანე მე იქიდან, რაც უნდა ვთქვა. ყველა ვერ გაიგებს ამას, ან არ დაიჯერებს. მას დავიწურთ. აქაც ლეტალი ამბობს ლოცვარა დაცვას წინა ვიდეოში იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ, რაც წინა ვიდეოში იყო. ლეტალი აიწყებს იმით, რომ ჩვენ დედამიწაზე ხდებაო ესეთი ძლიერი ცვლილებებიო, დედამიწაზე ხდებაო ძალიან ძლიერი მიწისძვრებიო, პოლიტიკაში დადგა პოლიტიკა ძალიან ხმაურენი გახდაო, რასაკვირველია ჩვენი სხეულებიც გარდაიქმნებაო, აქტიურად ჩვენი ცნობიერება. ბუნება სტიქია, რასაც ჩვენ ხედავთ და რასაც არ ხედავთ. და დღეს მე მინდაო თქვენთან ვილაპარაკო მე-6 რასაზე, კაცობრიობის მე-6 რასაზე. ჩვენ ვართ მე-5 რასა. და ვინ გახდება ეს მე-6 რასა? ჩვენი სამყარო ძალიან ირყევა ამ პროცესებისგან, მაგრამ ვისაც გონია, რომ ახლა ხდება ქაოსი და რეგრადაცია, არა, ეს მასე არ არის. ეს არ ქაოსია, ასე რეგრადაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამშობიარო ტკივილები ახალი ადამიანური არსებისა, აგრეთვე ჩვენი დედამიწისა, რადგან ჩვენი დედამიწაც ცოცხალი არსებაა და მასაც აქვს უდიდესი სული. მე-5 რასას ჩვენ დავარქვით მერკურის რასა. ეს რასა მიდის ბოლოსკენ, ყველაფერი სრულდება და მე-6 რასა ეგ მხოლოდ უბრალოდ შემდეგი რასა კი არ არის. ის არის თავისებური. მე-6 რასა სრულიად სხვა რასაა და ეს ევოლუცია არ არის.
ეს არის მაღალ სიხშირეზე გაკეთებული ნახტობი სიტყვების გარეშე. ეზოტერიკულ წყაროებში ელენა ბლავატსკაიადან დაწყებული თანამედროვე ნაშრომებამდე დამთავრებული, სხვათა შორის ელენა ბლავატსკაიას პირველ წიგნს მე ვამთავრებ, ახლა ხელი შემეშალა, იმიტომ რომ რაც მაქვს გადათარგმნილი იმისატვირთვა მიდაჭერ, ამიტომ შევაჩერე თარგმანი. ხო. ამ ნაშრომებში მექს რასა აღწერილია როგორც ემპატების რასა. კიდე გავიმეორებ. Как раса ემპატების რასა. ესენი არ არიან სხვა ტიპის ადამიანები და ლურჯთვალება ადამიანები, რამაც ლურჯთვალება ადამიანები. როგორც აქვთ ზოგიერთ წარმოდგენილი არა, მექს რასა ეს არის ენერგოსტრუქტურული ძრევა, энергетический сдвиг, энергетический структурный сдвиг. ესე იგი, მექს რასა არის ენერგეტიკული სტრუქტურული განძრევა, ძრევა, არის სდვიგ в общем. მოიცადეთ, ახლა ნახავ. მაპატიეთ, დამავიცა რომ ახლა ინტერნეტი მქონდა, შევედი ახლა და ესე იგი, მექს რასა არისო ენერგეტიკული სტრუქტურული ცვლა. და ასეთ ადამიანებს არ აქვთ. არ ლაპარაკობენ, მათი ხმა საუბარი შეენაცვლება ვიბრაციებით და გზნობები შეენაცვლება ენერგეტიკით, ენერგიული სტრუქტურით, ენერგეტიკული სტრუქტურით უბრალოდ. აქ ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ მოიტყუება, ნიღაბსაც ვერავინ ვერ გაიკეთებს. თუ მაგალითად ჩვენ სამყაროში ჩვენ ერთს ვამბობ და მეორეს ვაკეთებთო, ერთს ვამბობთ და მეორეს ვაკეთებთო, იქ ამას ვერ გააკეთებთო. არ გამოვა. რადგან ვიბრაციების და აზრების იკითხებაო, იქ არ იქნება ვერბალური ურთიერთობა და თქვენ რასაც წარმოადგენდეთ, იქნება იმას გამოასხივებ ენერგეტიკულ დონეზე. რა დგას ამის უკან? ჩვენ გადავდივართ ფორმის სამყაროდან ველების სამყაროზე. მექს რასაში შენ ხარ ის, რასაც ასხივებ დუმილისას, თან დუმხარ, მაგრამ შენ რასაც ფიქრობ, შენ ამას ასხივებ. იქ არ ხდება სხეულის გაშიშვლება, იქ ხდება ვიბრაციული გაშიშვლება. მას როგორ მოხდება ეს გადასვლა? იქნება კარმის აჩქარება. ჩვენი ზრახვები, მოქმედებები უცბვე დაბადებს შედეგებს. და რასაკვირველია, მას უყვება სასჯელი. მოხდება იმპათიის გაძლიერება, სხვისი ტკივილი აღიქვებოდეს იქნება როგორც საკუთარი, რაც იყო ფასეული მესამე ჩემში დროისთვის, ეს სიყვარული ფულის მიმართ და ასე შემდეგ, რაც იყო ფასეული მესამე სიმჭიდროვეში, ეს ამას ყველაფერს ფასი დაეკარგება. მოხდება ეფირული და კაუზალური წვრილი სხეულების გადაკეთება, გარდაქმნა ადამიანის. ეფირული და კაუზალური წვრილი სხეულების გადაქმნა. ინტუიცია გადაიქმნება ნავიგაციად. ვინც თავის საკუთარ თავს არ მოусმენს, შეიჯახება დეზორიენტაციას. ჩვენი სხეულების პროგრამირება ხდება. მეექვსე რასა ეს არის განძაფრებული უნარი ცხოვრების
სუფთა სიხშირეში ყველაფერი რაც ამრუდებს ველს შური ტყვილი ბოხმა უცებ იწყებს ტარებელის ბიოველის დარღვევას დანგრევას დაშლას ამიტომ ადამიანები მიდიან სიკვდილის დახმარებით ზოგი ავადმყოფობის გამო ზოგი კიდევ რაღაცის გამო ზოგი ავარიაში ხდება მეექვსე რასა არ არის სხეულების რასა არამედ არის ვიბრაციული რასა და ეს ვიბრაციული გარდაქმნა ხსნის ძველ ცოდნებს აქტიურდება მეხსიერება სულის მეხსიერება აღდგება რომელიც იყო გათიშული იმ დროს როდესაც დაიწყო დავიწყების თამაში გამოჩნდებიან ესე იგი დაიბადებიან ბავშვები კარმის გარეშე სულები უძველესი სულები რომლებიც დაბრუნდებიან აქ იმისთვის რომ დაამთავრონ თავისი საციცოცხლო წრე სიხშირეების მეშვეობით მოხდება მაგიის აღდგენა მეექვსე რასაო არისო საკუთარი თავისკენ დაბრუნება ესე იგი მასეთები ვიყავით ჩვენ სანამ დავეცემოდით მესამე რასაში ვერ მოხდება ბოროტე ადამიანის დადნება სივრცეში ბილეთის ყიდვა იქ ჩასასვლელად იქ მოსახდენად ბილეთს ვერ იყიდი ვერ ჩააწყობ არასდროს არ აყვეთო იმ ადამიანებს რომლებიც ცდილობენო თქვენ ემოციებზე დაგითრიონ მაგალითად გლანძღავენ გავიწროვებენ დაგცინიან თქვენზე ლაპარაკობენ ცუდად ან გეჩხუბებიან ბავშვები თქვენი ტოლი ბავშვით გიყვირის ან თქვენზე უმცროსი ბავშვით გიყვირის და ენას გაკეტვინებს ხო იკვინებიან რაც აღრიბივით მასეთ ადამიანებს არ აყვეთ პასუხი არ გასცეთ იმიტომ რომ თქვენ ენერგეტიკა თქვენი ვიბრაცია დაიწევს და შეიძლება გადასვლა ნებისმიერ დროს მოხდეს ხო ხედავთ ხო გითხარით მე რომ გახსნა დაიწყო გახსნა და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს გადასვლა ნებისმიერ დროს ახალ საუბარს აგრძელებს ასუნი ის ამბობს რომ 21 სექტემბერს მზის დაბნელება არისო მე არ ვიცოდი 21 სექტემბერს ყოფილა მზის დაბნელება კარგი მე ახლა ამაზე შევჩერდები რადგან გვიანია და მე მგონი მეტი იქ არაფერი ისეთი არა გადასათარგმნო